Astapoti chamokonda alvis chamonatali adekna potoni avesaqlavishe monatali ჩვენ ახლა გოდერძის უღელტეხილზე ვიმყოფებით ზღვის დონიდან 2025 მეტრზე. მარცხნივ გზა ადიგენისკენ მიდის, ჩვენი გზა კი მარჯვნივ ბეშუმისკენ გრძელდება. სულ მალე ჩვენ მოიალაღეებს მივუახლოვდებით და ვნახავთ რა პირობებში უხდებათ მათ ცივი ზამთრისთვის მარაგის შეგროვება. მერაბ წავედით. ჩვენს რეგიონში არა მხოლოდ მეცხოველეობაში არის ტრადიცია მემთაბარეობის, არამედ მეფუტკრეობაშიც, რასაც ჩვენი ფერმერები ძალიან კარგად ინარჩუნებენ და აგრძელებენ. მოგესალმებით. გამარჯვებათ. როგორ ბრძანდებით? ვერსმალობა. ძალიან კარგია რომ ხვდებით გზად მთისკენ მეფუტკრეებს, რომლებიც ინარჩუნებენ ამ ტრადიციას. როგორი სეზონი იყო მეფუტკრეობისთვის წელს? ფუტკრის გადასახედიდან ასე ითქმება, ღმერთს მადლობა. ღმერთს მადლობა. არ ვემდურით. მოსავალი ღმერთს მადლობა, როცა მომთაბარეობას ეწევი, რაც არ უნდა იყოს, რაღაცას მაინც მოიწევ. წელს რაც არ უნდა იყოს, ცოტა მოიკოჭლებს. მოიკოჭლებს თაფლის აღება, მაგრამ ჩვენ მაინც მადლობელი ვართ. აი რასთან არის დაკავშირებული, უფრო ამინ თავიდან პირველი დარტყმა მაისის თაფზე 10 წლის შიგნით იყო პრობლემატური, მაგრამ წელს კარგი იყო, შემდეგ წაბზე ცოტა შეგვისუსტა, იმიტომ რომ ანუ შეიცვალა. ზაფხულის ამინდს როცა რო გვინდოდა ზაფხულის ამინდი, დაგვიდგა სიცივეები და ფუტკარი გატეხა წელში. დაახლოებით როდიდან რომელი თვიდან იწყება წაბზე ასე ივნისი. და უკვე დროა დაბრუნება როგორც მეცხოველეობაში, ასევე მეფუტკრეობაში. ფუტკარი უკვე ახლა ჩვენ ვარიდებთ წამლობას, ციტრუსის წამლობას ვარიდებთ და ამისათვის ჩვენ გვირჩევნია მაგალითად იქაურ სიცხეში უფრო მეტი უკუჩვენება შეიძლება მოქცეს ფუტკარმა, ვინემ აი ასე ნორმალურ სიცივეს, რასაც ქვია, აი მისაღები. მაგალითად ზაფხულში, ივნისში აქ უფრო მე სიცივე იყო, ვინემ ახლა ამ წუთას. ამ ბარხატი. ანუ უკეთესი პირობებია ამ წუთას ფუტკრის. რა არის იცით, აქ როგორც ყველა პროდუქტი არის უფრო ხარისხიანი, ნატურალური, იმიტომ აქ არის სამკურნალოთვისების ყველა ბალახეულობა, მაგალითად სამყურები და ასე შემდეგ და აქაური თაფლი თუ რეკლამირებას არ ჭირდება, არის მოთხოვნა მეტია, აღების რაოდენობა ცოტა. ანუ გაყიდვის პრობლემაც არ აქვს. გაყიდვის პრობლემა სიმართლე გითხრათ ჩვენ არასოც არ გქონია. და როგორც ვეკითხები ყველა ფერმერს, თქვენც მინდა გკითხოთ, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები, არის თუ არა ეს ფაქტორები? პესტიციდები. ძირითადად პესტიციდები, წამლობები და ეს ვაროას ტკიპა, მაგრამ ამასთან ხდება მნიშვნელობა არა, ფუტკარი მაგის გარეშე უკვე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ვაროას ტკიპას გარეშე ფუტკარი არ არსებობს. და აი გარე პირობები რა შეგიძლიათ გარე დაასახელოთ? პირობები ფუტკარს თუ ბუნებაში ნექტარი არის, ფუტკრის მოვალეობა კი არა, მისი ინსტინქტია, ჭარბი რაოდენობით მოგვიტანს ნექტარს. აი ხელი რო შეგეწყოთ, რა შეიძლება გააკეთოს იგივე სახელმწიფომ ან მუნიციპალიტეტმა? ხომ არ არის ისეთი საკითხები, მაგალითად მეცხოველეობაში არის გზის პრობლემა, რომელიც უფრო ხელს უშლის ამ ტრადიციებს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ძირითადად სიმართლე თუ გინდა, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. შემდეგ რა არის თითოეული დღე რა, ის 2-3 დღე ფუტკრისთვის დიდი მნიშვნელობა. ზუსტად რომ არსებითი მნიშვნელობა, ზუსტად იმ 2 დღეზე ლაპარაკი. და აი რა შეიძლება რომ რა შეიძლება არის ჩვენზე მიზანდასახულობა, ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ როგორ შევწდებით ამას და როგორ მოვაბალახებთ, ანუ ფერმერზეა ძირითადად ამ საქმიანობაში დამოკიდებული. ძალიან კარგია, როდესაც ფერმერი ამბობს, რომ ყველაფერი არის ჩემზე დამოკიდებული. თუ თქვენ ის ნებართვით, თუ შეიძლება რომ ნახოთ სკა და გაუდგებით ისევ გზას. კი ბატონო. ეს უმნიშვნელო პატარა ნუკლეუსები სპეციალურად დავტოვე იმისათვის, რომ დარჩენილი ფუტკარი შევიდეს შიდა, ანუ დანაკარგვის გარეშე, აგიც ღმერთიდან ნაბოძები სიმდიდრე არის და ამის დაკარგვაც მეფუტკრეს მაგალითად ერთი ფუტკრის დაკარგვაც მისი უკუჩვენებაა. ან ფაქტურად დატოვეთ, რომ შევიდეს შით ის დარჩენილი ფუტკარი და მინიმუმ შეიძლება რომ 1-3-4 ოჯახი შეიქმნას კიდე დედის დახმარებით. შეიძლება რომ ნახოთ რა ხდება ამ სკაში.
ხილად. ანუ ეხლა ნაკლებად აქტიურია ხო ფუტკარი როგორც ხედავთ. ძალიან პატარებია ეს ამ აქ არის ახალგაზრდა ფუტკარი ქვია ახლა ამას. ახალგაზრდა ფუტკარი. ახალგაზრდა ფუტკრები არის. ნაკრები. და ძირითადად ასე 180 პლუსით უკვე გადავიტანეთ. არ ვიცი მაგას როგორ ქვია, თეთრხეს უძახიან ლაფანს რა, ჩაქვში გორგაძეების შესასვლელზე, კარგად არის გავრცელებული და რასაც ქვია თაფლოვანი მცენარე. ამ დროისათვის აი ეს მცენარე დიდი დარტყმა არის ფუტკრისთვის. ნიშნავს, ამ წუთას აქ ამოწურულია აქ გამორიცხული ჩვენ ძირითადად აი აქ გუშინ წინ წავიყვანეთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვარიდეთ მანდანის წამლობას. როგორც ფუტკარი გადაარჩინეთ, ეს ზუსტად გათვლილი იყო, ზუსტად იმ დროზე ჩავიყვანეთ, როცა რაღაცის აღება შეიძლებოდა ბუნებიდან. ძალიან კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა რომ ინარჩუნებთ ამ ტრადიციას. ბატონო, არ შევეშვებით. აუცილებლად, კარგად ბრძანდებოდეთ. გაიხარეთ. ჩამოქონდა 얄ვისხის ჩამონათალი გადეკარო გამიამბე საყვარლი შემონათლა გამარჯობა. გაუმარჯოს. ჩერეთ ერთი წუთი. შეიძლება თქვენთან ამოვიდე რამოდენიმე შეკითხვას დაგისმენთ. კი ბატონო, მოგზავნით. ბოდიში რო შეგაყოვნეთ. როგორ გეგადრებათ? მოდი. აი, მადლობთ. კაი ადგილას მოკალათებული. კი, როგორ სუფთაერზე ვართ. ბატონო გურამ, რა მდგომარეობა ამ წუთას მთაში? ჩვენ მთისკენ მივდივართ და საინტერესოა რა დაგხვდება იქ. ეხლა თითქმის სეზონი ეხურება. დარჩენილი რაღაც 10% მოსახლეობის, ძირითადი მასა უკვე ჩამოიბარგა ბარში. საკმაოდ კარგი მდგომარეობა. როგორი სეზონი იყო, შეგიძლიათ შეაფასოთ? ამინდები როგორი იყო, შეძელით თუ არა? მოგროვება იმ პროდუქტების. სეზონი ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგი იყო. შეძლებისაგვარად მოსახლეობა მოიმარაგა თივით, საკვებით, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტებით საკმაოდ გაკეთდა და რა ვიცი, ასე ვთქვათ, კმაყოფილი ვართ მოსახლეობა. ოღონდაც, რა ვიცი, პატარა ძალიან კარგია ბუნებამ თუ წელს ხელი შეგიწყოთ მთაში წასულ ფერმერებს, მოსახლეობას. მაინტერესებს რა აწუხებს მთაში წასულ ადამიანს, მესაქონლეობით დაკავებული, რა თქმა უნდა, ძირითადად მოსახლეობის წუხილი რა არის. შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შეამსუბუქოს თქვენი ყოფა. აი, რა გაწუხებთ ძირითადად მთაში? მთაში ძირითადი პირველი პრობლემა ის, ცოტა გზები არ გვივარგა. ყველა ვერძლებთ ყველა საკუთარი მანქანებით მოძრაობას, გადავარგვას, გადმოვარგვას და გვჭირდება ასეთი სამხედრიანი მანქანები, რომ რა ვიცი და აგიც ნაკლებია უკვე. ანუ ტრანსპორტის და გზის პრობლემა. ტრანსპორტი, რა თქმა უნდა. ელექტროენერგიის პრობლემა. ელექტროენერგია ახლა ზამთარი როგორიც განპირობებს ცოტა რთული როცა, მაშინ კი ზიანდება, მაგრამ დროულად ფეხდება, შეკეთება მაგათი. ანუ ელექტროენერგიის პრობლემა არა, პრობლემა. წყლის პრობლემა, სასმელი წყალი როგორ რამდგომარეობა? მთაში წყალი პრობლემა არა. ეს ბუნების სიაღისეული ძალიან მარაგი დიდია. წყლის პრობლემა არა. მუნიციპალიტეტებში რატომ გეკითხებით ახლა? მოსახლეობა გვეუბნება, რომ სარწყავი წყლის პრობლემაა. სარწყავი წყლის პრობლემა სოფლებში ბარში უფრო ნაკლებია ახლა. დასავლეთ წყალზე არ საუბრობ, სარწყავი წყლები ნაკლებია. თითქმის არა და უკვე თითო პატარა შლანგით მოედინება დასავლეთი წყალი და სარწყავად არ გამოდგება. ბევრს აღარ მოგეცდენთ და ერთ შეკითხვასაც დაგისმევთ. როგორ ფიქრობთ, ეს ტრადიცია დიდხანს გაგრძელდება ჩვენს რეგიონში, აჭარაში თუ საშიშროება არის იმის, რომ სამომავლოდ აღარ კი, რა თქმა უნდა, უკვე თითქმის რაც დასახლებული რეგიონები ვართ, მათიდან უკვე თითქმის 20% უკვე ვეღარ ძლებს დაიცალა სახლები. რა ვიცი, ცოტა
სიშორის ტრანსპორტირების ხარჯები უკვე ვეღარ სძლევს ხალხის შემცირდა. და არის რაიმე რაც შეიძლება ხელს შეუწყობს ამ ძირძველ ტრადიციას მთაში. ტრადიციების შენარჩუნებას ყოველ მაინც ვეცდებით რომ შევინარჩუნოთ და ვაწარმოოთ. თუმცა ეს მხოლოდ ტრადიცია არ არის, ეს არის ეკონომიკური მოგებაც. ესა მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა მესაქონლეობა და გინდა არ გინდა ამ საქმეზე ვარ თამდგარი და გინდა არ გინდა უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა რომ დამითმეთ რომ ეხლა მე ვთხოვ მძღოლს რომ გაგვიჩეროს და ჩვენ გავნაგზავთ გზას ბეშუმისკენ მთისკენ. გაგვიჩერე მანქანა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა თქვენ. კარგად იყავით აბა. წარმატებები ბედნიერი. საერთოდ ხულოს რაიონი არის ძალიან მცირემიწიანი. რაც არის ისიც მწირია ნამდვილად არის მოუსავლიანი, დაბალმოსავლიანი. ამიტომ ზაფხულში ბარში საქონლის შენახვა შეუძლებელია. ვერ გამოკვება, არ გამოკვება. არ არის იმდენი ტერიტორია, რომ საზამთროდ ბალახიც მეიძიო და პირუტყვიც გამოკვება ზაფხულში. ამიტომ გადმოვდივართ ბეშუმში. სეზონურ საძოვრებზე. ეს იწყება დაახლოებით ივნისის თვიდან. ჩვენ არ გვქონდა ამისთან ადგილები, რომ პირუტყვი ამოგვეყვანა და გვებალახებია ზაფხულობით. ამიტომ იმ დროისათვის ეს იყო ახალციხის ბეგების, ახალციხის ტერიტორია იყო ეს. და მოსახლეობამ შეკრიბა ფული, საქონელი, ვის რა შეეძლო. და ახალციხის ბეგებიდან იყიდა ეს ტერიტორია, მთლიანი ტერიტორია. და აქედან მოყოლებული დაიწყო მემთაბარეობა ბეშუმის მიმართულებით. ამოყავს საქონელი აქა. ახლა ბოსტნებიც შემოაკავეთ, კარტოფილი მოყავს. ზოგს რა და ზოგს რა ვის რა უნდა. აი რა მნიშვნელობა აქვს ხულოს მოსახლეობისთვის ესეთი ტიპის მთას, სიცოცხლისთვის და ყოფისთვის? ეგ არის რომ მეცხოველება განვითარდეს და პირუტყვი შევნახოთ და თავისთავად გამოკვდა. დაუშვათ ეს მთა რო არ იყოს რა შეძლებდა დაუშვათ რა პირობებში აღმოჩნდება მაშინ. ძალიან ცუდად. ან ერთ შეინახავდი პირუტყვს, ან ორს მეც ვერ შეინახავდი, ვერ გამოკვება. ბარში ამის საშუალება არ არის. ახლა ჩვენთან ძირითადად მაღალ სოფლებში არის მაგის საშუალებები. ჩვენთან არ არის მაგ. დღევანდელმა პირობებმა ძალიან გააძნელა მემთაბარეობა. ახლა აქ ნახევარი სახლები ამ იელაში ნახევარი სახლები დაკეტილი არ გახსნა. ვეღარ ამოდიან. აღარ შეუძლია. ზოგი მარტო ხელად არჩა ვეღარ ამოდის. ზოგს აღარ აქვს საშუალება და ვეღარ ამოდის. ახალგაზრდობას სოფელი აღარ უნდა. მიდის ქალაქებში. ნახულობს რაიმე სამუშაოს და ამით არჩენს ოჯახს. ახლა ჩვენ სოფელში 2-3 ოჯახია, პატარა სოფელია, ჩვენი 25 კომლიანი სოფელია და 3-4 ოჯახია, რომ დღეხვალ და დაიკეტება ის ოჯახები. ახალგაზრდები არიან წასული ქალაქში, თბილისში, ბათუმში. სამუშაო ნახეს და იქ თავს ირჩენენ. აქ არის ტრადიცია შუამთობაზე ერთი კვირეობით, 10 დღეობით ვის რა საშუალება ექნება, მოდიან და ნახულობენ სანახაობებს, ისვენებენ
მაშინ მაინდამაინც მაგარი სიცხეები მაშინ იწყება აგვისტოს დასაწყისში. ჩვენთან მომდინარეობს ეს შუამთობის ტრადიცია ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ტრანსპორტი არ იყო, მანქანა არ იყო, საშუალება არ იყო რა. ზოგი ურმებით მოდიოდნენ, ზოგი ფეხით მოდიოდნენ, შუამთობის სანახავად, მარტო იმისთვის. ფეხით აქედან 40 კილომეტრია ჩვენამდე. და ფეხით ამოდიოდნენ იქიდან ან ურმით ამოდიოდნენ. და ეს სანახაობა იმართებოდა აქ. ხელისშემსლელი პირობები ძალიან ცუდი გზა არ დღეს. ახლა ძალიან იკლო დამსვენებელთა ნაკადმა. გზა ცუდია ძალიან. სინათლე გვაქვს. წყალი ყველა ოჯახს ყავს მოყვანილი. ყურადღება არ გვაკლია მთავრობიდან. ერთადერთი გზის პრობლემა. გზის პრობლემა აუცილებლად. პირის ყურადღების მიქცევა უნდა მგლები არიან. ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის ჩვენთან. თელი დღე წახვიდი და საქონელს უნდა ეპატრონა. უბედურად რანდგურებენ ამ საქონელს. ესხმიან თავს. და ზოგ შემთხვევაში ადამიანსაც უქმნიან საშიშროებას მაგენი. აგერ მაღლა გორაზე ამოდიან ამ ტიალმინდორზე და ჭამენ საქონელს. დღისით, ძისით. მთავრობა გძალავს, მონადირეებს ეშინიან მოკლის. დააშინეთ და არ მოვლენო. რაფერ ნადირია რა უნდა დააშინო მაგი. დაშინების ვარიანტი გამორიცხულია. ამიტომ მონადირეს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გელი და დათვი ეს ძალიან საშინელი ის არის მტაცებელი და მაგის მოკლის ნებართვა უნდა ჰქონდეს მაგის. გელი და ჰუმანურობა აღარ არსებობს. დილას რომ მოწველი საქონელს იმას გადამუშავება უნდა, პატრონობა უნდა. თუ ხელს არ უზამ კაის ვერ გააკეთებ. ყველას კაი პროდუქცია უნდა, რომ შეიძინოს. კაი ნაღები, ჩვენ ნაღებს უძახეთ. უნდა გაატარო მაშინაში, გააკეთო ნაღები. მერე ყველი ზოგი ჩაკვეთავს ყველს, გამოხდელ ყველს გააკეთებს. ზოგი გამოხდელს აკეთებს. ჩვენ დაწნილ ყველს ვეძახით მაგას. და ეს დაწნილი ყველი დიდხანს ინახება. შემდეგ გამოყენებისათვის სარგებლობთ მაგას დაწნილს. და თავმოხდელი ყველი არ შეინახება. იმას რეალიზაცია უნდა. ჩვენ ქალაქთან შორს ვართ, ვერ ყიდით. ზოგს აქვს საშუალება რომ გაატანოს და იქ გაყიდოს. ძირითადად ეგ ხდება შემოდგომა გაზაფხულობით. ხულოს პროდუქციით მომარაგება. თუ აქედან ძალიან ძნელია ამ დროს. პროდუქციის გაყიდვა რძის სახით რომ გეიყიდებოდეს ერთი ლარი იქნება კაი ფასი მაგის. ერთი ლარი. ყველი ახლა ესა დაწნილი ყველი ღირს 5 ლარი. 5. კარაქი 10 ლარი ღირს. ბეშუმობაზე. აქ ცოტა ბათუმთან ქალაქთან შედარებით აქ ცოტა ძვირად იყიდება. ახლა ქალაქში ეგ გასავალი არ აქვს. და კარაქი მაინც არ იყიდება კარაქი ქალაქში. 1 ლიტრა ნაღები 10 ლარი ღირს. სამუშაო აქვს ძნელი რა უნდა იყოს აქ. სამუშაო ძნელი სამუშაო პერიოდი. პირის ყურადღების მიქცევა უნდა და ეგ არის. დანარჩენი რა 500 მეტრი ბოსტანია და იმას კატოხნ და ეგ არის და იმას უპატრონებ კარტოფილს და იმას დანარჩენი ძნელი სამუშაოა კაფერიერა. ახლა ჩვენ რომ ვეღარ შევიდოთ წამოსვლა ჯანმრთელობის გამო ჩვენ ეს სახლი აღარ გიეღება. იმიტომ ბავშვები სწავლობენ. ბავშვი მასწავლებელია და თითქმის ივნისის ბოლომდე არ ძალია რომ წამოვიდეს. ივნისის ბოლოს რაღაც წამოვიდა. მერე ბარს ყურადღების მიქცევა უნდა და ასე რომ ბუნებრივი მოვლენა არის. შენ გინგული და გინდა რა.
ბუნებრივი რა აზრი აქვს. ბეშუმს რომ უფრო გაზრდილი იყოს, გაუკეთესებული იყოს და მეტი ყურადღება გამოიჩინოს მთავრობასაც. რომ აყვავებული იყოს ეს ლამაზი კუთხე და მეტი ტურისტი, მეტი დამსვენებელი მიეზიდოს და დამშვენებული იყოს ბეშუმი.